დაიწყო დღევანდელი დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა. გამორჩეულს გულისხმობ ხა პირველად მაინც კონსტანტინე პეტრიაშვილის ფაქტორის გამო. თუმცა უცნობი კომაგებისთვის არც რამინ გულიტაშვილი არ არის და არც ცუდი მოჭიდავი არა, ის ყოველთვის ასაკობრივებში თავის ზონაში, თავის ადგილას ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი იყო და ყოველთვის მედლის ზონაში შედიოდა. გულიტაშვილი წარმოადგენს საჩხერეს და საჩხერეს მეორე წარმომადგენელიც ყავს ფინალში მძიმე წონაში ლევან ბაზაძე, თუმცა ბაზაძე გუშინ ნამდვილად ოქრებში დაფიქსირებული იყო როგორც ხაშური, დღესაც გადავამოწმე და ნამდვილად ხაშური უწერია, მაგრამ ასევე გადავამოწმე სამდივნოსთანაც დღეს მითხრეს, რომ გუშინეთში იყო შეცდომა გაპარული და სინამდვილეში საჩხერიდან არის ეს სპორტსმენი. შეუძლია პეტრიაშვილმა, მაგრამ დაიცვათა გულიტაშვილმა ჯერჯერობით. ცოტა თურქეთის პოზიცია აქვს, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა და ამიტომ წამოაყენა რეფერი. გულიტაშვილს მაინც რაღაც რიდი ეთყობა პეტრიაშვილისა. შეტევაზე ჯერჯერობით არ მიდის და აი აქ იღებს კიდევაც შემჩნევას გაფრთხილებას პასიურობისთვის 30 წამიანი ჩაურთეს. იწურება ეს 30 წამიც და რაღაც 5 წამში პეტრიაშვილი პირველ ქულას მიიღებს. ერთი თოლი დაწინაურდა გენო პეტრიაშვილი, თუმცა ეს ნამდვილად არა ის შედეგი, რასაც მისგან კომაგი ელოდება, კომაგი ელოდება ილეთებს. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაც ცოტა როგორც ჩანს მცირე ტრავმაცაც ვხვევს, ახლა ექიმთან იყო მისული და ეგ ზურგზე შეასხა ეს სითხე, გასაყინის სითხე ექიმმა. ახლა გულიტაშვილს უნდა ზედმეტი მოვიდა ეს თავზე ჩამოხაჩვები და საჯმა ამისთვის შენიშვნა მისცა. პირველი პერიოდის დასრულებამდე რჩება 20 წამი და ანგარიში მხოლოდ 1-0 გახლავთ. ესეთი გოლაც პეტრიაშვილმა მეტოქის 30 წამიანი საჯარიმოს გამოუყენებლობის ხარჯზე მიიღო. ჯერჯერობით რაღაც ესეთი რეალური ილეთის მცდელობა არც ყოფილა. ხო, ერთხელ სადაფეხში შესვლა არ გამოვიდა და პირველი ნახევარის დასმა. აი ახლა სადა, მაგრამ რეალურად ფეხში არ შესულა. დამთავრდა პირველი პერიოდი და 1-0 გახლავთ პეტრიაშვილის სასარგებლოდ. შესაძლოა აქაც მეორე პერიოდისთვის ინახავდა ის თავის ზალებს და მეორე პერიოდიც მალევე დაიწყება სულ რაღაც 15-20 წამში და ნახოთ რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი იწევს. დაამთავრდა შესვენება და დაიწყო მეორე პერიოდი. შეგახსენებთ პირველი პერიოდის შემდეგ 1-0 იგებს კოტე პეტრიაშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს გახლავთ 97 კილოგრამის ფინალი საქართველოს ჩემპიონატისა 23 წამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში და აქ ახლა გულიტაშვილს ისევ ზედმეტი მოსდის ცოტა ეს უხეშობა. პეტრიაშვილი კი აპროტესტებდა წინა შეხვედრის შემთხვევაც გააპროტესტა, თუმცა არა უხეშად, მაგრამ აქ ცოტა უკვე გაბრასდა. ისეთი ოხრი მცდელობა იყო შეტევის შეტრვა რეალურად არ ყოფილა ამ მდგომარეობიდან არაფერი გამოვა 2 წუთი და 30 წამი ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. ნამდვილად არ არის არაფერი გადაწყვეტილი და დრო ძალიან ბევრია. ანგარიში კიდე ძალიან ისეთი მყიფე და მინიმალური.
ერთხელ მოუწოდეს და მეორე პერიოდშიც გული და ერთხელ 30 დაშვეს. წამიანი საჯარიმო გული დაშვეს. პეტრიაშვილმა სადა ეხლა ფეხში შესვლა, ხელით სწავლო ფეხზე, თუმცა გულიტაშვილიც გაუხდა. ზონის გარეთ გავიდნენ, საჯი სვან დარსანია აბრუნებს აჩერებს შეხვედრას და ცენტრში მოუწოდებს შესვლისგან მოჭიდავებს. ნახევარი დაგჭირებით 0 წინ არის პეტრიაშვილი და როგორც პეტრიაშვილი ფეხში თუმცა ახაც გაყვანა დაფიქსირდა და არა ილეთი, მაგრამ 3-0 არის უკვე პეტრიაშვილის სასარგებლოდ ანგარიში. თავისი მწვრთნელიც აძლევს პეტრიაშვილს ბარამიძე მითითებას, რომ თავზე იმუშავე, ან თავზე ჩამოყაჩოს უფრო მეტად. ისევ შეაჩერა საჯმა შეხვედრა და კვლავ ცენტრში დაბრუნებისკენ მოუწოდებს სპორტსმენებს. პარალელურად გულიტაშვილს კვლავ მოუწოდებენ, რომ გააქტიურდეს. თანდათანობით ზონის კიდესთან გახავს პეტრიაშვილს და იქ უკვე მისული შეუხდა ფეხებში და ილეთი ვერ გაკეთდა, მაგრამ გაიყვანა გარეთ და 4-0. დაღლაც დაეთხო, ახლა უკვე კარგახანია დაეთხო დაღლა გულიტაშვილს ყოველი შეჩერების შემდეგ უჭერს წამოდგომა და ჭიდაობაში დაბრუნება შესვლა. ისევ იგივე ცდელობა კოტეს მხრიდან. ახლა აიყვანა ფეხიდან და ამჯერად უკვე გადააგდო და 4-0. რა ცდილობდა კონჩეტოვას გულიტაშვილი და თავად მოხვდა იქ. ფიზიკურ სიტუაციაში 8-0 საბოლოო ჯამში კი დაგროვდა ეს საკმაო უპირატესობა. პირველი გდება გააკეთა ახლა პეტრიაშვილმა და ზოგადად ამ შეხვედრაში პირველი გდება ეს იყო. მეორე პერიოდი უკვე ულაპარაკოთ პეტრიაშვილისა არის, თუმცა ახლა გულიტაშვილმა დიდი საფრთხე შეიძლება ვერც პირველ პერიოდში შეუქმნა, უბრალოდ იქ ფულებიც არ დაუკარგია 1 ქულის მეტი, ისეც 30 წამიანი საჯარიმოს ხარჯზე. სრულდება უკვე შეხვედრა და აი გულიტაშვილმაც 5-20 წამით ადრე მიულოცა კოტე პეტრიაშვილს და დარბაზის რეაქციაც გესმით. კოტე პეტრიაშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი და გორელებმა მოიპოვეს მეხუთე ოქრო 100%-იანი შედეგი დაასრულეს ფინალებში გამოსვლა. 5 ოქრო და 4 ვერცხლი. საჩხერის სამი ჯერჯერობით 1 ვერცხლის მედალი და 1 ოქროს შანსი. ბოლო ფინალი გველდება ჩვენ წინ ლევან ბაზაძე, საჩხერე და ალექსი თოდუა აფხაზეთში. მძიმე წონაში 1 ბრინჯაოს მედალი გათამაშდა და ის მოიგო ბოლნისელმა ცოტნე ბასკილაშვილი. ახლა დაჯილდოვება 92 კილოგრამის სანდრო ყურაშვილი, თეიმურას კოჩკიანი